რატო ხართ ესე აგრესიულად განწყობილი თქვენ? აბა რა ვიცი გვეჭხუბები თუ. რავის არ ვეჭხუბები. ხამეს როლონთუნ. ახლოდან დაგეშალა ფირმებია. ჩვენი მუშაობის სპეციფიკა მოითხოვს შორიდანაც და ახლოდანაც მუშაობას. შეგიძლიათ მას ეს. თქვენ რამე პრობლემა გაქვთ? გავუგვირდა უბრალოდ შორიდან იღებდით და ახლოს არავის დაუშლიეთ. თქვენ არ იცნობთ ჟურნალისტიკის სპეციფიკას და ამიტომაც ვიღებდით შორიდან კადრი. არ ვიცნობდე, მაგრამ. ეხლა ხომ მიიღეთ ინფორმაცია? რაი მე არ მithოვია თქვენთვის ინფორმაცია, მე მგონია თქვენ გაინტერესებდათ ინფორმაცია. კი, მაინც. მე თუ გაინტერესებდათ მოვაზანულიყავით და გეკითხათ. აქციაზე თუ აპირებთ წასვლას? რომელ აქციაზე? რომელ აქციაზე? ოზურგეთის აქცია. არა, არ ვაპირებთ. არ ვინდა და მითო. გუშინ საჩხერიდან გურიაში კოლონა არ გასულა, თუმცა კოალიციის აქტივისტები სხვადასხვა ადგილზე იკრიბებოდნენ და მსუბუქი თუ სამარშრუტო ავტომანქანებით ცალ-ცალკე ტოვებდნენ საჩხერის ტერიტორიას და დასავლეთისკენ მიემგზავრებოდნენ. როგორც ქართული ოცნების საჩხერის ოფისში აცხადებენ, ისინი მიტინგებზე კოლონებით სიარულს აღარ აპირებენ. თქვენ თუ აპირებთ წასვლას? მე პირადად კი. და თქვენთან ერთად ვინ მოდის? ყველა მიდის თავის სურვილით. ყველაში საჩხერის მოსახლეობაში ვისაც აქვს სურვილი, ყველა მიდის თავისით, ასე რომ შტაბიდან ორგანიზებულად არ ხდება და ვისაც ეს არის ადამიანების ნებაზე დამოკიდებული და ნამდვილად ვერავის ვერც დავაძლევთ, ვერც აუხტაროთ, ვისაც როგორ უნდა ისე მოექცევა. არჩევნებამდე ყველგან უნდა იარონ ასე ამ ფორმით. არანაირად არც ერთი შტაბები ორგანიზებულად არ მიდის. იმერეთში იყო, გურიაში გურია იქნება და ყველგან ესე იქნება. ასე რომ ყველა რეგიონში თავისი მოსახლეობა იქნება. საბოლოოდ თქვა თუ არა უარი ქართულმა ოცნებამ საჩხერიდან კოლონებით გადაყვანილი ადამიანებით ბიძინა ივანიშვილის ტრიბუნების წინ განთავსებული მოედნების შევსებაზე უარი, ამას უახლოესი მიტინგი აჩვენებს.